უკრაინის შესახებ ევროკავშირის დოკუმენტი რუსეთისგან საქართველოდან ჯარების გაყვანასაც ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების ევროპის ბიურო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სადისკუსიო დოკუმენტში სახელწოდებით ევროპის ძირითადი ინტერესები ყოვლის მომცველი სამართლიანი ხანგრძლივი მშვიდობისა და კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ხაზგასმულია, რომ მშვიდობა და უსაფრთხოება მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროკავშირის ყოფნისა და ევროკავშირის ძირითადი ინტერესების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია. დოკუმენტი მოიცავს მოთხოვნას, რომ მოსკოვმა ფართო შეთანხმების ფარგლებში მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან ჯარები უნდა გაიყვანოს. პირველ თავში სახელწოდებით რუსეთი პატივცემს სახელმწიფოების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მთავარი იდეა ისაა, რომ თუ უკრაინა შეზღუდავს თავისი ჯარების რაოდენობასთან, თუნდაც გაიყვანს მათ ზოგიერთი ტერიტორიიდან, რაც განიხილებოდა შტატების შუამავლობით მოლაპარაკებების დროს, მაშინ რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს. შემდეგი თავი უსაფრთხო და სტაბილური ევროპა მოიცავს მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დეზინფორმაციული კამპანიები, საბოტაჟი, კიბერშეტევები, საჰაერო სივრცის დარღვევები და ევროპის ტერიტორიაზე და მეზობელ ქვეყნებში არჩევნებში ჩარევა. კიდევ ერთი ულტიმატუმი ითვალისწინებს ბელარუსში ბირთვული იარაღის არარსებობას და რუსეთის სამხედრო ყოფნისა და განლაგების აკრძალვას ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთში. რუსული ჯარები 10 წლეულების განმავლობაში იყვნენ განლაგებული რუსეთის მიერ კონტროლირებად სეპარატისტულ რეგიონებში, აბხაზეთში, სამხრეთ ოსეთში და დნესტრისპირეთში, ასევე ბაზებზე სომხეთსა და ბელარუსში. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს თანახმად ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა უკვე გაუზიარა დოკუმენტი წევრ სახელმწიფოებს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შესაძლოა დოკუმენტის გარკვეული ნაწილები 23 თებერვალს ბრიუსელში განიხილონ.